წმინდა წერილის მიხედვით ვიცით, რომ ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობა ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან, ხო, იგივე ქებათა ქებაში, ქორწინებას ადრის. წმინდა წერილის მიხედვით ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობა შედარებულია ქორწინებას. ქორწინება როგორც სიმბოლო ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობისა და მერე პავლე მოციქული სხვანაირადაც განიხილავს ღმერთისა და ადამიანის, ანუ ეკლესიისა და ქრისტეს ურთიერთობა, როგორც ასევე სიმბოლო ქორწინებისა. და რა არის ქორწინება? ქორწინება ეს არის ორი ადამიანის ერთობა, ორი პიროვნების ერთობა, სადაც მესამე არ მონაწილეობს. ეს ერთობა არის გონება მიუწვდომელი ერთობა ორი პიროვნებისა, რომელიც თან სხვადასხვაა და თან მთლიანად ერთი ხდება. აი ეს არის ქორწინება და ეს არის ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობის უმაღლესი მწვერვალი, ერთობა ღმერთისა და ადამიანის, სადაც მესამე არ მონაწილეობს. როგორ რეალიზდება ეს? ეს რეალიზდება იმ საიდუმლოებებით, რომელიც ღმერთმა მოგვიტანა. მათ შორის ზიარების საიდუმლოებაც ეს არის. ზიარება მაგას ნიშნავს. ეს არის ჩვენი სულის ქორწინება ქრისტესთან. მესამე არ მონაწილეობს. ასევე ეს რეალიზდება იმ საიდუმლოებაში, რომელსაც ლოცვა ქვია, რომელიც ზოგს ვერ გაუგია რას ნიშნავს და უარყოფს. რა არის ლოცვა? ლოცვა ის არ არის ღმერთს რაღაცას ვთხოვ, ღმერთმა რაღაცა არ იცის, არამედ ლოცვა ეს არის მისტიკური ინსტრუმენტი, საიდუმლო ინსტრუმენტი ღმერთთან კავშირისა, ღმერთთან ქორწინებისა შეიძლება ასე ითქვას. როცა ეკლესია, ეს ტერმინია საღვთისმეტყველო, ეკლესია როგორც ზალი უფლისა. როცა მესამე არ მონაწილეობს და ჩვენ ყველა ვიცით ეს მესამე რა არის. რა არ გვილოცია თუ რა არის? ვლოცულობ და რა ხდება? მესამე მოდის. რა არის მესამე? ეს ჩვენი აზრები, ეს ჩვენი გონება, გულის სიტყვები, რომელიც შეიძლება საერთოდ დასვენებული ყავდე და როგორც კი ლოცვას დაიწყებ. შემოდის და შემოდის. ჩვენ რას ვაკეთებთ? მიმოვიხილავთ ამ აზრებს და მიუყვებით. რას ვაკეთებთ ამ დროს? ვღალატობთ ვისთანაც ერთობა უნდა გქონდეს და მესამეს მივსდებთ. ეს არის სულიერი მრუშობა. მაქსიმე აღსარებელი და შესაბამისად სხვადასხვა წმინდა ბამები სწორედ ამგვარად საუბრობენ, რომ გულის სიტყვების აყოლა ლოცვის დროს, გონება გაბნეული ლოცვა, ეს არის სულიერი მრუშობა. როცა შენ ღალატობ ქრისტეს, რომელთანაც ერთობაში უნდა იყო. და ღვთისადმი სიყვარული ვლინდება გონება გაუბნეվել ლოცვაში. წმინდა მაქსიმე ამბობს ამას. და ღვთისადმი სიყვარული ისწავლება გონება გაუბნეველი ლოცვით. როცა ადამიანი დიდ იძულებას ახდენს საკუთარ თავზე და ლოცულობს ისე, რომ გონება არ გაექცეს, არ იმრუშოს სულიერად, არ გაყვეს სხვა გულის სიტყვებს და აზრებს, მაქსიმალურად კონცენტრირებული იყოს ლოცვის სიტყვებში, გული გაუხსნას ღმერთს და ამით აიძულებს გულს, რომლისაგანაც მხოლოდ ბოროტება გამოდის, როგორც თავად უფალი გვასწავლის, აიძულებს გულს შეიყვაროს თავის ზეციური სიძე და მასთან ერთობაში იმყოფებოდეს. ხედავთ ლოცვას რამხელა მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც ყოველი სიტყვა ლოცვისა, ეს იესოს ლოცვა იქნება თუ ტექსტუალური ლოცვა იქნება თუ აღდგომა იქნება, სულ ბრძოლაში უნდა ვიყოთ, რომ არ დაუშვათ ღალატი უფლისა. და ამით ჩვენ ვისწავლით ღვთის სიყვარულს. იმიტომ რომ ღვთის სიყვარული ის კი არ არის რაღაცა მინდა მიყვარს, მინდა არ მიყვარს. ღვთის სიყვარული ნიჭია, რომელიც ღმერთმა უნდა დაუმსახურებლად მოქცეს და იძლევა ამ ნიჭს დაუმსახურებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაინახავს, რომ შენ ეს გინდა და შენ რო ეს გინდა, ეს ვლინდება შენს ბრძოლაში, როცა სისხლს ღვრირო მადლი მოიპოვო, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან.